ნაჭა. რამ ხელა გაზრდი ხარ, გოგო? ამ სახელს აწი ვეღარს დაგიძახე. შენ რა გინდა ის დამიძახე, რა გინდა? შენ. ბებო როგორ არის? ბებო თავის ოთახშია, ცოტა შეუძლოა. მოიცა, მე ვეთყვი. ფატი გურიელს ისევ არ სიამოვნებს საწოლში რომ ნახულობენ. არ სიამოვნებს. ჩემი ოთახი ისევ იქაა რა? ისევ იქ არის, ოღონდ ახლა მე ვარ. დედა შენ ხარ? დედა იცი გურამი ჩამოვიდა. რა მოგივიდა? ხო, დედა, კარგადა. აი ეს წუთია. მამა შენ დაურეკავ თუ მე შევატყობინო. ხო, კარგი. როგორი დავაშკაცებული მეშვენები. რამდენი გავიდა? 5 წელი. 5 წელი და 12 დღე. რატომ გაგაჩერეს? კარანტინი. ჩემ წერილებს თუ ღებულობდი. ღებულობდი. რატო ასე მათვალიერებ რა დავბერდი, ხო? არა, მე შეიძლება ხარ როგორი დაქტორი. იგი მოშიებული იქნება. არის რა. ახლა მე ვარ. დამოდი. ატოს გამომორჯოს. მერა, ერთ წუთში ვიქნები მზად. რატო რა მიზიდა? გურამი ჩამოვიდა. რატომ არ შემატყობინე, ჩამოსვლას ვაპირებდი. აი, ასე ვამჯობია. გამარჯობოთ. ეს მერაბია დარიელო. ეს კიდე ლამარაა, მე ვარ ის საწოლე. ხო, ბები, მოვედი, ერთი წუთი. ნატო! დედა, მამამისია? დედიკო, დაურეკე, მამას მე შევატყობინე. ნუ კარგი. ცხადია, დღევანდელი ამბავი უნდა გადავდოთ. მით უმეტეს აქაც კარგი პირი უჩანს სუფრას. ნატოს უმაგიოდე. რა, ბებიაჩემო კიდევ ვერ ისწავლე საჭმელებს. რა დრო შემისწავლა. ამათ ბავშვობიდან მე უნდა შეეჩვიო. როგორ გურიელის კაცს. ჭაც ვინდაობა ხაბიდება. და კარგია, ნატო შენ თუ არ დაგემსგავსა, ბებო. მე პატარი ხარო. შეგიძლია დამსგავსები ხარ პროფესორს ველა. პროფესორობამდე ჯერ ადრე. სულ ერთი ნაბიჯია, წლის ბოლომდე ვიზეიმებ ბლევანის დისერტაციას. აპატიე დედა. მე სხვანაირად არ შემეძლო. გაჩვენე. ჩემი გადარეული ბიჭი. გურა. შენ სახში ხარ. ჩვენ ერთად ვართ, გესმის? გურა, არაფერი არ მომხდარ. არაფერი არ ყოფილა. გესმის? მესმის. და ასე. სად დაიკარგა ეს ხალხი? ხარ სახში ვინმე? აი, მამარა გამარჯობა. მარს ვერ მივაგები. ოღონდ ხელს შეგვიშლი, ეს რას უფრო გადაგიფარებია. ახლა ეს ყველაფერს დაბიძულებს შენ. დედა, მე ყველაფერს მივხედავ შევგაჩა. რა უნდა მე ყოველთვის ყველას ხელს უშლი. მოდი ერთი კარტი გავჩამო. ბატონო. დავალოთ.
რას ამბობ, საწახო, კარგი. მეცსავალ, მე მგონი ასე დროს აჯობის მარტო ახლობლები დარჩა. რას ამბობ, თქვენზე ახლობლები ვინ ამყავს? მამა, რა შენ თქვენია? დედას მიეხმარე საბრძოლველობაში. ეცადე სადედამწუილოს თავი მოაწოდე. მე რა შენ გოცები გახსენ, მიდი? აბა მეტი რა საქმე მქონდა ეგ? გურო. მოდი. სანამ მამა არ მოსულა, იქნებ მოგველაპარაკნა, შევთანხმებული ყავით. დედამ უკვე მითხრა რომ ვითომ არაფერი ყოფილა, არც არაფერი მოხდარა. ალბათ ეს გინდოდა გეთქვა რა? და უცბათივად ნახელავი არ დაგიწუნა. ალბათო მაგდა, რასაც თქვენი ხელი შეეძება. ხო მეტყობა რომ გლეხის ოჯახში ვიყავდა, მიბარებული გასაზრდება. მომძანდით, მამა რომ არ მოსულა, მე დაურეკეთ აფირი მაქვს და ცოტა დამაგვიანდება. უნდა დალუდოთ. დაველოდოთ. როგორც გინდათ. ნატო მოდი. რას გმირდებათ კარტი ალბათო ბადი? ვიდ მოგება სპორტლოტოს. ასოს მე მონტე-კარლოს რაკინა ჩემიშო, რამოდენიმე დღეში წააგო ტელეფონება. ის გადარჩენოდა რომ ტყვია ეკრა შუქში. მარა ამოს ორ მაგათა იყო ტელეფონი. აბა, ერთი თუთი. ყველანი შეგრებილ ხარ. სუფრაც გაშლილია. რაღაც უყურებ, გთხოვ. ამ ჭიქით გურამ გომელაურის დაბრუნებას გავაკეთე. ნამდვილად გადამრევს ეს ხო. ბატონო, 8 საათიანი სამუშაო დღე გვინდაოდა, ამისათვის რევოლუცია მოახდინეს. ახლა სამსახურში არ ყოფილი, საქმედან სახში აქცეთ თასაკვა. შენ მაინც რა საქმე გამიჩნდა, ბიჭო? მაგდა. დედა მე წახდი. ნო, ისინი ინსტიტუტია გემშო. ლაგახდა, ხო, გამოდის და ვეღარ დაარდა საშველი, აღარ გამოვიდა ეს ენციკლოპედია. დედა, ქართულ ალფაბეტში 33 ასოა. ეს ვიცი მე, ცოტა შორის ჩემ დროს უფრო მეტი ასოა. აიბა! რა მოხდა? ის მოხდა, სიგებადონ რომ საქმეა. ლევან! მე სასწრაფო საქმე მაქვს. მოდი. მე გეძახ, დაჭიქი. მაგრამ მე ხომ ვთხოვეთ ყველას, ვინც არ დამერეკოს, ამ მიკითხოს არა ვარ სახლში. ელანის სახლში ვარ. უთხოვ ნატობახებს არავინ არ აკავს და უნდა მოვილაპარაკო. რაზე უნდა მოვილაპარაკოთ ქალბატონო ფათი? ურანის მომავალს. მაგრამ რა არის აქ მოსალაპარაკებელი? ერთი თვე გავიდა. აისვენოს ბიჭმა, რაი არ გამოიეროს, მოიხედოთ. არა, მოიც. სახშია? გაუძახთ ერთი. ურა! მოხდა რამ შეკარათ ყველას ერთად, ურა. ბებოქს აღოდურობს რომ სალაპარაკოს ვერ ხვდებით ერთმანეთს.
შორის დიდი ხანია ამ რგვალ მაგიდასა ლოტო აღარ გვითომაში. ნატო ლოტო. ნუ ციგნა ბიჭო შენ კაკაციც ვინ და მაგიდასთან. იციდება. ხო და თუ იცი დაჯიქი და ყური დაუგე რასაც გეტყვი. გაიო. ეს საოჯახო საბჭოს დომა ქალბატონ ფატის ინიციატივითაა მოწვეული და პირველი სიტყვაც მას ეკუთვნის. გისმენთ ქალბატონო ფატი? ბატონო. მურა. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რასაპირებს შენ. სწორედ ამ დილით მილიცია დავერეკეს და ეს მკითხე ზუსტად რასაპირება. ერთი თვე გასულა. აი ლევანმა ალბათ იცის რომ ერთი თვე ეძლევათ ჩემის თანებს. მისახეთ მოსახედავად და სამუშაოზე მოსაწყობად. 100 არა ლევან. ხო არის სამგვარი წესი. სულელური წესია. რატომ ბებო? ბატონო 11 თვის სამსახურის შემდეგ ყველას ეძლევა ერთი თვე დასაყრდენებელი. ეს ბიჭი 5 წელიწადია იჯდა. ბებო შენ ალბათ არ იცი რომ ჩვენ შევთანხმდით ეს 5 წელი აღარ გავიცენოთ ამ ოჯახში. გაგდე ხლა რა არის საკამდენის საკამათო და საფათბი. მურავი გააგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში. მაგრამ მე ხომ გარიცხული ვარ უნივერსიტეტიდან ლევან. მაგას მოევლებ. არ მოიცა. ვინ არის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი? ზედგენიძე, პროფესორ ზედგენიძე. შენ როგორ ახარ მასთან? საკმაოდ კარგად. არა, თუ საჭირო მე შემიძლია რექტორთან მივიდე, მინისტრთანაც. არა, საჭირო. ჯერ მე ვცდით. შენთვის უხერხული არ იქნება ლევან. ერთი. რატომ იქნება ჩემთვის უხერხული? როგორ? იურიდიული ფაკულტეტის კათედრის გარდა ხარ, რასი ფიქრები შენი სტუდენტები? გურამ, ეხლა მთავარია როგორ მე უნდა მოხერხდეს შენი აღდგენა. რაო მოხერხდესო? ეს რა საინტერესო სიტყვაა, თუ შენ მოხერხდეს, რა? მაგრამ კანონის დაცვაზე დროზე რომ გეფიქრა, აჯობებს დება. ხედავ და ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ იმ 5 წლის დავიწყებას. თუ როგორ და როდის უნდა მეფიქრე შენი საქმე. საქმეც იმაშია რომ არ არის მარტო შენი საქმე. იმიტომ რომ იმ 5 წელმა გაამრუდა არა მარტო შენი, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება. ლევან. და პირველ რიგში შენი მამაჩემო. არა ხარ შენ ახლა მართალი. არა მართალი ვარ. ამას შენ ვერასოდეს ვერ დაივიწყე. როცა ეს ამბავი მოხდა ჩვენ ყველანი ვცდილობდით გადაგვერჩინა არა მარტო გურამი, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ღირსება. და პირველ რიგში შენი, ვინაიდან სწორედ იმ დღეებში უნდა გადაწყვეტილიყო შენი დაწინაურების ამბავი, მინისტრის მოადგილე, ანტირე უფროსდები. ნატო, დავის ეს ოთახში. აქ არავინ არ არის უცხო. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ითქვა საქმე. იმ ამბის შემდეგ ჩვენ არ გვქონდა ის საშუალება ასე ერთად დღეს პირველად ვწევით ერთმანეთს. ლევან, რაც მოხდა. კი დედა, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ყველაფერი არ მომხდარიყო? რასაც თქვენ მთავაზობდით უფრო უღირსი საფციელი. შენგან მოითხოვდნენ მხოლოდ დუმი. რაც დანაშაულის სხვებზე გადაბრალებას ნიშნავდა. შენს გადასარჩენად ბრუნავდნენ არა მარტო შენი გულის. რა თქმა უნდა, თქვენ ყველაფერი გაითვალისწინეთ, ოჯახის ღირსება, სახელი, გვარიშვილობა, შენი სამეცნიერო კარიერა, მამაჩემის მომავალი დაწინაურება. მაგრამ თქვენ ერთ რამეზე არ გიფიქრიათ, უმთავრეს, რომ მე უნდა მეცრუა იმ დამპალი ვალი კვენდელაძეს წინაშე, მამა აბრამის ბატონად რომ დახადა მასავით დამპალმა ადვოკატი. ბოდიში მომეხადა მისთვის, მე ღიერებინე რომ პატიოსანი კაცია, დაზარალებული უცოდველი. მე კი შევწდი და რას ვაკეთებდი ჩემი ახალგაზრდობით თანდარის სამოცავთი. ყოველი ამის საფასურად მე მივიღებდი პირობით სასჯელს, ესე იგი თავისუფლებას. მაგრამ მე ვერ შეძლე, ვერ მოახერხეს. შორის შემდეგაც ბევრჯერ მიფიქრე ამაზე, მაგრამ არასოდეს არ მინანია, ვინაიდან მართლაც თანათან შეიძლება ყველაფერი აღდგეს, ოჯახის ღირსება, სახელი, მაგრამ მაშინ რომ მეცრუა სიგნახეს. არა კაცობას ალბათ ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს. კარგი. გეყო. ეს ამბავი დასრულდა და წარსულს ჩაბარდა. ამიერიდან სიტყვა აღარ უნდა დაითხრას ამის შესახებ ამ ოჯახში. მე ამას მოვითხოვ, გესმით? კი, მესმის დედა.
მესმის, მაგრამ მე ეს უნდა მეთქვა და ეს უნდა სწორდნოდა გურამს. რაც შეეხება მის მომავალს, ამაზე მე ვიზრუნებ ხვალემივალი პროფესორ ზევგენიძესთან. არ არის საჭირო. რატომ? მე უკვე ვიყავი უნივერსიტეტში. როდის? უშინ. რე? რამე? ვიყავი დეკანატში და ვნახე ის პროფესორი ზევგენიძე და მან მითხრა რომ თურმე კანონით ჩემი აღდგენა უნივერსიტეტში არ შეიძლება. მოიცა. შენ მას უთხარი ვისი შვილი ხარ ან ვისი ძმა? როგორ გონია ეს რომ გეთქვა ასევე გამოგისტუმრებდა? პროფესორ ზევგენიძეს ასე ახლო არ ვიცი. მე ვარ ლევან ხოლმე მიდი მასთან აუხსენი ყველა. როგორ არ გესმით რომ ჩემი აღდგენა უნივერსიტეტში არ შეიძლება? თუნდაც იმიტომ რომ რაც პირველ კურსზე ვისწავლე, ისიც დამოიწყდა. არსებობს აქ ერთი გამოსავალი. კანონიერი გზა რომ ხელახლა ჩავბარო მისახები გამოცდები, მაგრამ მე ხლა ამისათვის ზარ ვარ გზად. ესე იგი ლევანი რომ დეკანთან მივიდეს, მე რექტორთან ან მინისტრთან უარზე დადგები? ალბათ. და შენ ამაზე ფიქრობდი მთელი ერთი თვე? ერთი თვე და 5 წელი. გურამ შენ ეხლა მას ყველაფერს წენა გალაპარაკებს. ლევან ხოლმე მიხვაზე დიდი. არა, და ერთხელ უკვე ამისათვის მე 5 წელი დავკარგე თავისუფლება და ეს 5 წელი ყოველდღე ჩამჩიჩინებდნენ მოსამართლე და პროკურორი ციხის უფროსი და ზედამხედველი რომ დავისაჯე კანონის დარღვევისათვის. რომ მე უნდა შევიგნო ჩემი დანაშაული და გამოსწორებული დაუბრუნდე საზოგადოებას. ვიცხოვრო პატიოსნად. და მე მინდა რომ დაუბრუნდე საზოგადოებას როგორც გამოსწორებული ადამიანი. განსაკუთრებით მე, ვინაიდან ჩემი დაბრუნება საზოგადოებაში რეგისტრირებულია სათანადო ორგანოებში და პირველია ფეხის დასცემისთანავე დავისჯები განსაკუთრებული სიმკაცრით. რას მოსიბიჭი რა? მოთაშორის, შენ უფრო ადრე შეგეწყვი იქიდან დაბრუნება. შორის მე მივხვდი რომ შენი თუ მამა ჩემის ხათრით მიმცირებდნენ პატიმრობის ვადას. რაღაც დაახის ამას შეწყალება თუ ჯანმრთელობის გაუარესება, მაგრამ უარი ვთქვი. ზმის უარი ვთქვი. ეს ძალიან ძნელი. ძალიან ძნელი. გურამ, მე არ მინდა რომ შენ გეკამათვან დაგარწმუნო. არც ის მინდა გითხრა რომ ჩვენ მართალი ვართ შენ გიპოვანი. იქ მე შეიძლება კიდევაც მომწონს შენი ასე გულწრფელობა, ნებისყოფა. მაგრამ მინდა გაგაფრთხილო. შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. და ასე გაბოროტებულს გაგიცნელდება ცხოვრება. ერთო ასე რამ გამოცვალა ეს ტიპი? გამოიცვალა კი არა, გაიზარდა, მაგ 5 წლით გაიზარდა. შეიძლება უფრო მეტი. იქაური 5 წელი სულ სხვა. არაფერია გაუგს. არა მგონია. რატომ ვითომ? ასეთი იყო ბაბუამიც. რა არის ეს? მე იქ ხარატობა შევისწავლე, მე 5 თანდრე გექვს. მან წერია ყველაფერი. ყველაფერი გზია მერე? ეს რატომ? მაინც და მაინც ჩვენ ქარხანაში? ქვეყანა უნდა გააცინოს და იმიტომ. ვაკეთებ იმას, რაც კანონმა დამედგინა. ჩვენ მან და მაინც მოინდა მე ბიჭო. ყველაფერს საქმეა. გასაკვირველია ჩვენს გვარიშვილობას ეს ამბავი არ ეკადრება ბებეჩო, მაგრამ ვიღად არჩით გურიელებიდან ერთი მაინტერესებს. არა, ჩვენს ოჯახში არაფერი არ შედგება.
ჩვენ ისევ სასაცილო და სამართლიერო მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხალხის თვალში. ხალხის თვალში მე ყოველთვის ბოროტ მოქმედი და სისხლის სამართლის დამნაშავე ვიქნები. და რა მდგომარეობასაც არ უნდა მივაღწიო, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე დაუფარავად უნდა უპასუხო ანკეტაში დასმულ კითხვებს ვიყავი თუ არა პატიმრობაში, როდის და რისთვის? არ ყოფილა სასწრაფო. გაიო, რას ამბობთ ეს ბიჭი? რა უბედურება ანკეტა ასეთი? წესია ასეთი, წესი ქალბატონო ფატი. და სხვათა შორის ჩვენს ქარხანაშიც უნდა უპასუხოს ანკეტის ამ კითხვას. ვალი კოენდელაძე კი ბებო ანკეტაში დასმულ ამ კითხვაზე იყო თუ არა პატიმრობაში ჩაუდენია თუ არა ოდესმე დანაშაული. ისე იტყვის არავა. ისე დაწერს ამას გარკვევი დიდი ასოებით რომ ხელიც არა უკამკავდება. კარგი გურამ, კარგი. გეყოფა განაგეთ არა მენდელაძე. ასე თანდათან ადამიანები კარგავენ ზიზღის გრძნობას. უზნეობისა და დანაშაულისადმი ერთმა გიდას უსხედავ პატიოსანი ადამიანიც და ბოროტო მოქმედიც ითომ არაფერი. გაიო, რა გინდა? განცხადება შენ სახელზეა დაწერილი და პასუხი შენ გაეცი. გაგრებში მიიტანა. მე მგონი ქალბატონო ფატის საოჯახო საბჭოს დღის წესრიგი ამოწურულია და ჩვენ თავისუფლები ვართ. აქ გაბრიჩიძეს. აქ გაბრიჩიძე ალბათ კადრების გაყოფილების უფროსია, რა? გააფორმეთ მექანიკურ საამქროში. წერა გ კომებაუ. აი ერთ-ერთეული შეამატა კიდევ მის უდიდებულესობა მუშათა კლას. ეს აბა უნდა აღინიშნოს, ხომ არ გავლია. გინდა ერთხელ ნარდს გეთამაში, ჰა? ვერო. რა? ებო. შენ შეუძლოდ ხომ არა? შეუძლოდა და ლოგინად ჩავარდეს, მე არავინ არ მაქვს. ერთшени ერთ საღამოს რომ არ გამოვა. დამელოდებით. შემდეგ დამიკაკილებ. ასე ნელა, ჩემ კარა. რო არავინ განცემ შემოხვალდა. პატი გურიელი უკვე ვასამ ხალხი ალბათ სამოთხეში რა მაი სამთერმაც უცოდველი არავინ არ არის და ჩვენ ყველანი მუშტრები ვართ ჯოგორტე არა იცი მე ფიქრობ მაინც რომ საიქიოს რაღაც ასახებები ისეთი რომ სამოთხეში შეგრა ალბათ ურამი გამოგაბობთ შენი ყვირილი მესმის ბიჭო ალბათ გესიზღვრება რომ ისე ვიქახა ხო ურამ მოდი ჩემს ოთახში დაწი დაგძე ნუ ვიშინია მე არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს ბიჭო არ ვაპირებ ძალიან მიყვარს. ვიცი. დუშაში.
მიგწევა ჩემი ახალი ცხოვრება. პირველი ხელფასი. აბა. არტო შენო ხარ ყნაჭა. ეს რა არის? პირველი ხელფასი აიღე და საჩუქრები მოგაქვს. აბა. აბა იგი ეს შენ. ნახოთ. ეს ამას. ეს დედას. ეს პროფესორ ლევანს. ეს კიდევ ბებოს. ყნაჭა. მართლა მარტო შენ ახალსაცში? მართლა მარტოში. იალა ბებოსა და ამ დილით ვიღაცამ დარეკა კინოსტუდიიდან ვართო. ირა? შემდეგ მართლა მოვიდა და ბებო წაიყვანეს. საათ წაიყვანეს კრაჭა? კინოსტუდიაში. საათ? კინოსტუდიაში. ოი რა არ ხდება ქვეყანას ერთად. რაღაც ბუნებაზე ვერ ახარ. საკონტროლო ხარ ხო? ჰქონდა. ერე? რამე იხე? ჯერ არ ვიცი. სოფი ლორენი მოვიდა. ქარხნის სალარო მე. არა, პირველი ხელფასი ავიღე და მინდოდა ეს ისტორიული მოვლენა თელს ოჯახს ეკრძნო. ეს ამდენი აიღე ასე. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ინჟინერზე უფრო მეტ. ეს თქვენ კალბატონო ფაქტი. ეს რა? სპორტ ლოტო 30 წელი. მე რა გინდოდა ამდენი ვიცი. 19 საქმეა ვერო. მოგოძდაბოლოს ხომ უნდა გაამართლოს შენმა სისტემა. სულ რამდენი იქნება? სულ იქნება 150.000 მარკა. აბა რამდენი პულია ბიჭო? მოკლედ ერთიანად დამოიღებ რაც გურიელებს წაგართვათ რეოლუცია. მაგრამ რადგანაც შეინიშნა სტუდია გადაგეკიდა, ისედაც გამდიდრდები. ამბობენ იქაც დიდი ფული კეთდებაო. რომელ ფილმში გიგებენ ქალბატონი? შენ რა დამცინი? არა. იცი მე ქალიშვილი ოდისას რა ლამაზი ვიყავი. შენ ეხლა ლამაზი ხარ. გინდა? ვალა. კინოსტუდიაში დაგიყო. 13 სადინო მაქვს ბებო. აა მოის დაიწყორა ნამდვილად. სკოლაში დაიბადა. რა დააშეკნა ჭა? ავიზნოთ. საკონტროლო წერაც ჰქონდა. და ახლა თემა მოხსეს ყველაზე სამწუხარო და სასიხარულო დღე ჩემს ცხოვრებაში. და მე დავწერე. დავწერე. შენ რომ წახვედი მაშინ ის და რომ დაბრუნდი. დედა ამისთვის დაიბარა ეს. მასწავლებელმა მითხრა, უხერხულია, არ უნდა დაგეწერა. სხვებმა რა დაწერა? სხვადასხვანაირი. პირველი ხუთიანი და პირველი ორიანი რომ მივიღეო. საიდუმლო კუნძული რომ წავიკითხეო. მოსკოვში რომ ვიყავიო. თუმცა ვინც დაწერა, სულაც არ ყოფილა მოსკოვში. შენს ვითხარ. სწორად დაწერე? არც ერთი შეცდომა არ დამიშვიდა. გეკითხები რა დაწერე ის მართალია თუ არა? მოდე. დედა თუ მოვიდა? მოვიდა. ეს რა? ეს გურამმა პირველი ხელფასი აიღო და საჩუქრები მოგვა. ეს თქვენ ქალბატონო მაგდა. ნავდილ პარკერია იცოდა? არა. ესენი? ეს მამას. ეს შენ პროფესორ ლევანს. ეს კნაჭას. ეს კნაჭას. შენ ერთი ჩემთან შემოგზადი ქალბატონო. დედა, სკოლაში იყავი? ვიყავი. მე რაზე დაგიბარეს? თვითონ მოგახსენოს.
თვითონ უკვე მომახსენა. მერე? იცი, არ მეგონა თუ ასე ძალიან უყვარდია მამაცალს. ერთი ჭკუის სახართ ორივე. Здравствуйте, дорогие друзья! Опа! გამარჯობათ მე რა. როგორ არის? რაკი? რამე ჩვენი პურის საჭმელი გვაჭამე მოვდით აღარ შეგვიძლია. ისა ბორჯები გვაქვს? ყველაფერი მაქვს ეხლავე. ბატი ალბათ. ანავნა. როგორ გზანდებით კალოდანობადი? რატო მოიგდეთ თამდა? კალოდანობადი. მოსკოვში ერთი მათემატიკოსი გავიწარდა. ისეთი სისტემა მასწავლა, სპორტლოტოს გავაკოტრებთ. გურამმა დღეს პირველი ხელფასი აიღო და ყველა დაგვასახა. ო? მე 20 სპორტლოტოს ბილეთი. ოჩაბურა? და მე საგე ბიჭო, რამდენს მოვიდე? 150.000 მარეს. ატა იყო. ლევანი. აჭექი და ყველა კიდე. აუ, ყველაფრის მოყოლას მთელი დღე არ ეყოფა ბებორა. რაკი ეხლა ლევან მოკლედ მაინც გითხარი რა ქონა. მოკლედ და გასაგებად, აი აქ სერია. 1979 წლის 16 მაისს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სააქტო დარბაზში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე საბჭოთა სამართლის ამსდელობითი როლი დაიცავს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ლევან გაიოზისძე გომელაური. ერთში მადლობა აი, შენ. როგორც იქნა გადა. გურამის პირველი ხელფასი. მადლობა. შენ არაფერი ხელობიდან. შენ წარმოიდგინე არა. ყველგან იმოდენა რიგები იყო, ჩვენს დაკავებულები ვიყავით და აცრალა. აცლამარა. დავშვიდდი? დავშვიდდი. აი ასე იწყება ძალმულის კონფლიქტი. არა და ბებია კინოსტუდიაში აჩუმდი. არ გამაგიჟო. რომელ რეჟისორს ეკუთვნის შენი აღმოჩენა ბებო? სნაუია ეს კინოსტუდია. ხო. გავგია თურმე რომ მე პეტერბურგში ვიყავი რევოლუციის დროს. ეხლა რაღაცა ვირე მოდისო იმსიღებენ და თქვენის ჩევა დარიგება გვინდა. მე რაურჩი უდარიგებები. მოიძინე მე თავი სასახლის კარზე მე. გენერლები, მინისტრები, კერენსკი, კაჩტერეთები. არა იმ სახიობს, კაჩტერეთს რო თამაშობს, თოცა. ენჯერაძე ყოფილა. აი და მოახსენე. არა მე კაჩტერეთს შეიძლება რომ ენჯერაძე. არა შეიძლება. არა ხო წარმოგიდგენიათ რა დღეს დააყრიდა რეჟისორს. დედა მეორედ ნამდვილად აღარ დაგიძახებთ. ო მართლა გაუწეულობაშია დასადაგინი. შენი წიგნი დისერტაციის დაცვამდე უნდა მოესწროს. კი, მაგრამ ვინ იქნება ახლა იქ? გრიშას დაურეკავ სახში. გრიშა ხარ? ო, მე ვარ. გრიშა, როგორ არის ლევანის წიგნის საქმე? ესწრება? აგესენა ღმერთმა. მადლობ ჩემო გრიშა, პატივისცემა ჩემზე იყოს. მომიკითხე. ლევანმა მოგიგითხრა. კარგად. კი გენაცვლები. მაპატით, მაგრამ ყველაფერს მიხება უნდა. ქართულდა ცხოვრება ქალბატონებად. მოსკოვში საბანკეტო დარბაზის შოვნაც პრობლემა გაქვს. ლევანის ოპონენტები ყავდა მოწვეული. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი წარმომადგენლობაც კი ჩავდიეს საქმეში. აბა? ლევან, მე წავიკითხე შენი დისერტაცია. მაგიდაზე დაგიტოვებია და წავიკითხე. ბოლომდე? ავიდან ბოლომდე. მე მგონი შენ ახლა ერთადერთი კაცი ხარ, რომელმაც ჩემი დისერტაცია თავიდან ბოლომდე წაიკითხა. ძველ არც აგიკითხავთ, ბატონო მერა. რა თქმა უნდა არა. საოცარია. რატომ გურებ? როგორ ყველაზე მეტად თქვენ ხართ დარწმუნებული რომ ლევანი აუცილებლად წინვალად დაიცავს დისერტაცია. პირველეს ყოვლისა ამაში დარწმუნებული არიან მისი ოპონენტები, მათ შორის აკადემიკოსები, რომლებიც წინვალე დასკვნა მისცეს ლევანის დისერტაციას.
მით უფრო საოცარია, რაც ჭირდება ამ დისერტაციას ამდენ ჩალეჯი. მოიცა. რასაძახი შენ ჩალეჯს? როგორ ეს გაუთებელი მგზავრობა მოსკოვში. სკლეროტიკი ოპონენტების მოწვევა ზღვისპირეთში დასასვენებლად კონიაკებიო. ზოგჯერ ესეც საჭიროა, თორემ მიდგები 2 წელიწადი რიგში. ამასობაში ალბათ სხვა გახდება, არა ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი მთელს რესპუბლიკაში. გურა, თქვენ დისერტაცია მოგეწონა? არა. გურამს არ მოეწონებოდა ჩემი დისერტაცია. რატომ გონია ლეო? იმიტომ გურამ რომ იმ დისერტაციაში დასმულ პრობლემებს ჩვენ სხვადასხვა პოზიციიდან უყურებთ, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ანამო. გამარჯობა გიორგიევич. გაუმარჯოს. არბიტრაჟი ვიყავი გიორგიევич, ყველაფერი რიგზეა. ლეფტი საქმეა. საქმე ახლა არ გამოგონო, საქმე შემდეგში. გამარჯობა ლევან. როგორ გადაწყდა როდის იცავ დისერტაციას? შენ წარმოიდგინე, დავიწყე უკვე დისერტაციის დაცვა. ოპონენტი გურამია. რომელსაც დაუკითხავთ დისერტაცია. და როგორც ჩანს, საკუთარი მოსაზრებები გაუჩნდა. რაც იმაში გამოიხატება, რომ არ მოწონს ჩემი დისერტაცია. მართლა? საიდან მომიტანა ლევან რომ მე შენი დისერტაცია არ მოწონს? კარგი ბიჭებო, რა არის ეს გაუთავებელი კამათი? გურა, მაგდა, ამ საქმეში ყოველთვის იყო კამათი. ეს არა, მართალია, მაგრამ საინტერესოა. განაგრძეთ. ისეთი არაფერი მითქოს, პირიქით. ძალიან მომეწონა ლევანის რაშრომი. ისიც კი გავიფიქრე რომ ნეტა ცხოვრებაშიც ასე ხდებოდეს მეთქი. შენ არა გამარჯობა გურამი. გამარჯობა. ჯერ არის ვერ მიცანდი გასო? ბონდო! ვიჯა! მართლა დღის გიცალი ბონდო რა. რატო შეგასო? რა კარგში გაჩერდი მოდია. აი ცალით. ეს ჩემი მეგობარია. ბონდო ლანჩა. გამარჯობა პატიცემურო. გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობა. დავდამ. ოხ დიდი მადლობა. ჩვენ ერთი წუთი. ბოდის ვიხდი ძალიან. შეიძლება არ ვიცი. არა ისე წესიერი მარტივი ჩა. საერთოდ მიგრელი. ამაზე ძალიან ბონდო. მოგდარდი. ალბათ ერთად მუშაობ, ხო? ჩვენ არა ქალბატონო, ჩვენ არა. დედა ბონდო. ერთად ვიყავით იქ. დიახ, ასე არის ეს. მე ვიფიქრე რომ გურამის მოინახულებს მეთქი. როგორც შევთანხმდით გურამი. ბონდო ლანჩავა. ქურდია. რეციდივისტი. ხამურ არ გაგიგონია? არა. ხუნი ეგ ბედნიერება. მე მგონი 5 ჯერ ან ასამართლები არა ბონდო? არა, 6 ჯერ გურამის. ისე წესიერი კაცია. საბუთები ხომ რიგზე გაქვს? აბა როგორ გურამი, კანონს ხომ არ დავარღვევ გას. აცვანკა დოზვანკა გურამი. ახლა რასაბირებ?
ნახოთ, მივიხედავ პატარას. საინტერესო ეგზემპლარია. როგორი გადრეთ ბატონო? ჩემი ძმა და მისი მეგობარი მერაბ დარიელო იურისტები არიან. პროკურორები? არა, ჩვენ პროკურორები არა. მოსამართლეები. არც მოსამართლეები. შაბა ადვოკატებს ვენაცვალებ მე და ასე ძალეგი, მარტო დუგადები. კი საჭირო ხალხია. საქმის ჩაწყობა იციან კარგად მაგნებმა. უკაცრავად. ნაბათია. კარგად დადევდა ჩემო. ხო, მართლა. გადაშო. ერთი ჩემთან წამოდი. მოსკოვის ამბები მაინტერესებს, მაგათ ერთი თვით დაქტორ. ნატო. შედი შენ ცოტა ხშტე მეცადინე. დიდებული მუზეუმდა ზუგდიდში. დიახ ბატონო, მე არ ყოფილვარი. ვერაფრით ვერ მოვიცადე, სულ დაკავებული ვიყავ. რადგან უნდა ჩემი ქალიშვილის შერტყა. ვარიხარ. ბატონო. არ გეწინოს და მეგრელობით დავიწუნებ. ой, არა მე არ მეწინება, მაგრამ მაინც ძალიან საწყენი არის. მე ცოტა თავს მოვატყუე. ძილი ნებისა ხალხა. ო, მასკა. ნარდის გამაჩქუს. კი ბატონო. მას შევხდები. სულ იკადებ ბატონო. რასენაცვალე. მე არის შენი. ურიელის ქალია გონდო, ურიელის. აჰ. გურამი. ბატონო, ესენი ვინ არიან გასო? ესენი ჩემი წინაპრები არიან გონდო. მოვიამდე წინაპრები. კი. იყო ძმაო წინათ ხალხი. შენ რომ არასოდეს არ გიდგავს შენთვის გურამი ასეთი კარგი ოჯახის შვილი თუ იყავი? გონდო. აი შენ რომ ზიხარ ახლა მაქს კამზე ერთდროს თურმე აკაკი წერეთელი მჯდარა. მერე დროზე ვერ თქვი შენად. რატო გონდო რა? როგორ რატომ გასულ მე ბოდიშ ვიხდი ბატონი აკაკის დაგა. შეგედეგაც რა. მაქს კამზე კიდევ ილია ჭავჭავაძე მჯდარა. ახლა არ მითხრა ამ სკამზე დუდუ მეგრელი იჯდო. რა შეიძლება იჯდა კიდეც. ცხოვრებაში რა შესვლას დაიწყებ და ბედით კეთილგონებიანი გახსოვდეს უდამ არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი. გონდო, აგი ბიჭო, ტუტუსია. ხო გაიახლა არ თქვა იგურიელის არის გურამი. გურამი. დედა ეს რა არის კაცო ნიგოზია? არ უნდა მოვსულიყავი მე შენთან. ვითომ რატო ბატონო? შემისანაო ხერი კაცი ასეთ კარგ ოჯახში არ შეეშვება გურამი. რა ცხელია გონდო? არადა ჩემი საბუთებით სასტუმროში ვერ მიმიდევდა ვიდეო. ვაგზალშიც არ მინდოდა ღამის გათენება 1000 ჯიბგირი და ოხელი და ეთქვა. გონდო. აი ეს თახი ჩემია და ერთად ვიცხოვრობ. წავ. გურამი. ისე ძალიან მეწყინა დადიანს რომ არ გააყოლეს დედათქვენი. როგორ რატომ გასვა? ახლა შენც რომ დადიანი იქნებოდი გასვა. ორი მეგრელი ხუმრობდი გასვა.
მობრძანდები. მადლობ. ლამარა მინდოდა. არა უშავს, შემდეგ დავრეკო. არაფერი არ მომხდარა. ვინ არის ბებო სახლში? ნატო და გურამის სტუმარი. სტუმარი. იბეში ფული და საბუთები ვერ დამიტოვებია. როგორ? ასეთი რომ არ ჩა? ჩაკეტე ეს ყველაფერი იწოდე. სახლი კოლონიას დაემსგავს. გამარჯობა. რაკენ დამარცხა. ბონდო. ო, ბონდო. ბონდო, რასკი? რობინსონ კრუზოს. გადასარევი წიგნი. ბავშვობაში არ დაიგდო? არ მახსოვს. კაცმა რომ თქვას მე შენი ბავშვობას არ მახსოვს. ნო, ობლობაში გაიზარდე. იახლოდანო. ელიან ყავს ერთი მარტო ხორგაში. ნუ ახლა რასაკეთებში? ახლა არაფერი მაგას წიგნი უნდა დავამთავრო დღეს აუცილებლად. გურამი მეორე წიგნს შემპირდა გულივერას მოგზაურობა. ისიც ნამედანი საინტერესო ყოფილა. ნარდის თამაში ვიცი რომ იცარ. ნარდის კი ბატონო. აბა გამოიგე. თუ იგადრებს ხალბატონო. რაზე ვითამაშოთ ახლასვე? ისე გრილა თავს გასართობად. ყველა თამაში შეა გამიგო. და ამან ისლამზე იყოს მადიცემულო. ეს. მე მაგალითად სოფელი მაქვს ერთი ხორგა იმას ჩამოვა სულიანად. ბები ამ ყავს მე იქ ხორგაში, მაგრამ ბებიას ვერ ჩამოვიწოდე. ძალიან მიყვარს იმის მეტი არავინ გამაჩნია. თქვენ უ შესუხდებით ბატონო. ისე გადასარევი სოფელი არის ხორგა. თქვენ თუ ყოფილხართ ხორგაში? არ ყოფილი, მაგრამ შენი მჯერა. იბადონ. მე რა ჩამოვიდე, მე. ნუ, გურიელებს რა დავხსნა, ყველაფერი დაგვაქვს. თქვენ ნუ რაფერს ნუ ჩამობძანდებით მადიცემულო. როგორ შეიძლება? მაშინ ბატონო, თქვენ ჩამობძანდით საგვარეულო განზეულობა გექნება რამე გურიელებს. ყველაფერს მომართა გართმევდე მიგნები გასო. რა ბატონო. თქვენ დაიწყეთ მადიცემულო. მე დაიწყე. ამათან მაგადა? როგორც გაგიხარდა ბატონო. მე ის გამიხარდება რომ სერიოზულად დამახ. სტუმარი, მაშინდელი. კაცი, ხალი და ის ბავშვი და რაღაცები არის ნადა. აბა როგორ გაგორეთ ბატონო. ამადო. აჰ, კენიერი ზემარა. ატლა. დიახ. მასალა ახლა. იღაც ემუხვარი მოვიდა ჩვენთან სტუმრად ოდიშიდან. აბა. ხოდა ძალიან განთვლი მენანტე. რაღაცა სანეირად მინაბავდა თვალებს. აჰ, ამიტომ ალბათ რამოდენიმე ხედი მომაგებინა. მეც იეშმა, იეშმა გადაუთხარ, მოდი 10 ხელი ვთამაშოთ მე. თუ მოიგებ შენი ვიქნები. აჰ, როგორ გასა? გადეირია, მოყვარი, გაგიჟდა. გადაირია და რომ მოიდა და არაფერია გამოვიდა. 7-3-ზე მოუგე. 7-3 ეს კრუგნიშოვ გალბადონო რაც ლაბარაკობ. აჰ, აბა ისვიდიმე. ისე უგაცრავად მაგრამ რომ მოეგო იმ ემხვარს მაშინ გალბადონი. ეს სიტყვას თუ ვერ გავფიქრდი. როგორ გასა? ხომ? აჰ, რა მასბაზაკია, კენიერი ბატონო.
აი, ეს რა გაგორებდა? ეს ეხლა ნამდვილად წასული არის ჩემი საქმე გასო. რა ხნაგათო ახლა მე დუშაში მჭირდება ნამდვილად, მაგრამ მოვა. დედა მართლა დუშაში არ მოვიდა გასო. მოდი სპირტად მავა. ბედიერი გასო. ეხა მე შაში ჩარი. კი შაში არის საჯირო. ძაღლის ვალი ესო ხელი ძაღლის ვალი. ესე იმენა რასისაც მეტყვა. ისე დადიანები და ემხوارები ძალიან დაგიჩაგრავთ გურიელებს. ალბათ მდიდრები იყავით ბატონო ერთ დროს. შემოქმედში ეხლა ყველა დღეს ჩვენ უკრის ხარ. ბედიერი ბატონო. ახლა დაიღუპე შენ. ნამდვილად დაიღუპე გასო რა უბედურება. ახლა კიდევ დუშაში მჭირდება მე გასო. კიდევ დუშაში მჭირდება, მაგრამ რა კიდე მოვა. დედა მართლა დუშაში არ მოვიდა. მოდი სვიფტი რა τραγერელი. არა ეს სულ მოსვლაზე არის დამოკიდებული გამოლო. მოსვლაზე არა, დამოდი არა. ძალიან დიდი ბოდიში მართალი არის თქვენ გურიელი ბრძანდებით. მე ვიღაც ოხერი ლანჩავა, მაგრამ ბრალად საინტერესო არის ერთი თვალით მაინც შემახედეთ რა განზეულობა მოვიგი ასეთი. მაგისი ფასი მე კარგად ვიცი ხალბატონო. მაგრამ ჩემი და გურამის მეგობრობა უფრო მეტი ის. ოდი შიფლი გასაგვირებელი. ბონდო. ისმენ ჩემ ბატონო. კარგად ვიყავ. კარგად დონდებოდი ბატონო. Sasi geldi mi? Amtare kaltık biraz biraz böyle. Haber olur mu? Guram. Argeyle babamın sad miyaseti konuşuyor. Ya hiç sorun değil ya. Marto Robinson uzun tu. Gidişyanı ne mi? Oğlum ne ihbalim var? Siz eti maşine milisiya kaçındı var. Guram. ამდენი ხანი არის შენთან ცხოვრობ და არასოდეს რომ არ გიგითხავს რას ვაპირებ მე? უნდა მოგბერდა ჩვენთან სტუმრობა თუ რაში ესა? სტუმარი ვარ ახლა ვითომ მე? აბა კარგი ხე გეყობა. სამოვისადი. არა, არ მინდა სადილი. მე დავამთავრებ ამ წიგს ბარეგამს გურა. მარტო ხარ? ინდე, საკითხზე მოგილაპარაკო. იმედი მაქვს სწორედ გაგა. ის შენი სტუმარი. როდემდე აპირებს აქ დარჩენას? გონდოლანჩავა ყოველდღე აპირებს სასვლას. მე ვერ დავუშვი ცხელს. მე? შენ? რატო?
იმიტომ რომ არ ვიცი აქედან საწევა. კი, მაგრამ სადამდვილო გაგრძელდეს ასე. არც ეს ვიცი. თუ შენ ვერ გრძნობ, რომ ისი აქ ყოფნა რამდენადმე უხერხულია ჩვენი ოჯახისთვის. ჩვენ 5 წელი ერთად ვიყავით, სხვათა შორის უფრო უხერხულ მდგომარეობაში და იქ ის იყო ჩვენ მასპინძელი. თუ შენ გერიდება, შემიძლია მე დავრეკო და მოვაწყო რომელიმე სასტუმროში. თუ საჭიროა, ფულსაც მე მივცე. ეს არ უნდა იკადრო. მე არ მსიამოვნებს მისი აქ ყოფნა და მე მგონი ეს საკმარისია. სხვათა შორის მეც ბევრი რამ არ მსიამოვნებს. მაინც რა? აი თუნდაც იმ მერაბ დარიალოვის მეგობრობა ჩვენს ოჯახთან. მერაბ დარიალოვს ადრე ამიღო ქურდს და რეციდივი? შენ ის მაინც იცი რომ ბონდოლანჩევა ქურდია, რეციდივისტი. იგი არც მალავს ამას და ყოველი დანაშაულის შემდეგ პატიოსნად იხდის საშელს. ბონდოლანჩევა ჩემთვის ბოლომდე გასაგებიდან ათელი პიროვნებაა, ხოლო ეს დარიალო ვინა? დებო, გურა მერა, მამა გამოდის დღეს ტელევიზორი, გოგო. მერია მამა გამოდის ტელევიზორი, ნახე, პროგრამაშია 21 საათსა და 15 წუთზე ჩარხაშენი თარგმნის დირექტორის გომელაურის გამოსვლა. საჩი ხარ? რომ იცოდეთ რა ვიშოვე დღეს ბუკინისტებში. დედა რომ იცოდი ამ წიგნს რამდენი წელიწადია დავეწებ, ნახე. გურა. რა გისახა ეს? 70 მანეთი. გესმის გურა? ეს წიგნი უფრო მეტი ზღირსებო. შენს მაგის ჭუის რა. სანამდე გაჩინო ჩემი პენსია. Ale, ვეფხაო სამსუთ აიკითხავდნენ და 10-ოდე წიგნს უკვე დიდად განათლებული იშლებოდა. ახლა ეს 10 წიგნს ერთად ვიტყვი. რას იზამებო სამუშაო აქვს ასეთ. ენციკლოპედიის გამოცემა იოლისადმე. ისარჯობიან ოჯახს მიხედე. დედა, გურამი. დედა ბიჭო, რა ყოფილი ეს პარასკევა და ეხლა ამოვწერმოთ. დედა. რა ხდება ეს? შენაგის გარიგაზე. რას კითხულობ? ისევ იმას? დიახ, ბატონო, ნობის ამბრუზა. რაც რა ყოფილი ეს პარასკევა გასა რა ყოფილი? იცით მე თქვენთან ერთი საქმე მაქვს. ბრძანეს, რა? როგორც ირკვევა ეს სათქმელი, ისევ მე უნდა გითხრა. იმედი მაქვს სწორედ გამიგო. მეცნებით, ბატონო ლევან. მე მესმის. ურამი დავალებულია თქვენგან. თქვენი იქაური მეგობრობაც პატივისცემის ღირსია თავისთავად, მაგრამ ერთი სიტყვით თქვენი ამდენ ხანს ამ ოჯახში ყოფნა გასაგები არის და მოგეხსენება ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. ხომ გითხარით რომ ყველაფერი გასაგები არის მე? იმედი მქონდა რომ სწორედ გამიგებდით. თქვენ თქვით ბებია მყავს სოფელში. მე შემიძლია სხვა ბინაში გადასვლაშიც მოგეხმაროთ. არა, ნუ შეწუხდებით ლევან ბატონო, როგორ გიგადრება და აი ეს რა არის ეს ლევან ბატონო? ცოტაოდენი ფულია დაგჭირდებათ. კი, მაგრამ ფულის შოაზე ადვილი რა არის ამ ქვეყანაში? ხო. აღონდა ერთი თხოვნა მექნება. მე მაქვს ერთი თხოვნა. რაც მე მითხარით, თუ შეგიძლიათ გურამის მიეტყვის. ჩემი საქმის მე ვიცი. მადლობელი ვარ.
გრამი. სად გაგიწევია? ვიფიქრე ეს გავიმეც გადარაც გასა. რაკის დი ხამდება უკვე მოდია. რა მოხდა? სიგნალში გზას ვერ გავიგეთ თუ როგორ არის ისაკი. აგი მაშინ მეც ამოვალ. არა, არ გინდა გურამი. ცოტა დაგელოდეთ უშენოდ არ ვივახშე. კი ვარ. გურამი. სადაა ბიჭი? ბონდო. მე სახელად გასეძახია? ამურა. შენ გაგსმე სახელი? არა. ოტო. მას დამსახურება უნდა მე. მოდი ვიდეო შენ ნარდი თამაშ. იوافne? ვახშენი არ მინდა. ერთ ჭიქანას დავლე. ნატოს ხეთ მომიზაროს. ერთა პეტრაც ის გაგად არის მომზადება. სადო? რამდენი ხანია გამათელი არ მწერია ხელში. ყველაფერი განვითარდა ამ ქვეყნად გარდა ნარდის. ეს რაღაც კარგ ბუნებაზე ო ძალიან დიდი საქმე მოვიგეთ დღეს არბიტრაჟში. ერთი ეს მითხარი. შენ რატომ არ გიყვარს დარიალოვი, ა? რა, მეტყობა თუ? საკმაოდ. მე მეგონა ძალიან თავდაჭერილი ვიყავი მე რა დარიელოვის მიმართ, შენ და ლევანის ხათი. იწყება. მალიკოჩკა. შენი გამოსვლა. არა, მაინც რატომ არ გიყვარს დარიალოვი, ა? სხვათა შორის ეს მე უნდა მეკითხა თქვენთვის. შენთვის და ლევანისათვის ოღონდ პირიქით. რატომ გიყვართ ეს დარიელოვი? თუ არ შეიძლება ვიმისო ცხოვრება. თუნდაც იმიტომ რომ დარიალოვები საჭირონი არიან. ეს საქმეც იმაშია რომ ყველაფერი იცის ყველა შესახებ, თქვენი არაფერი იცით მის შესახებ, არც შენ არც ლევანმა. მე იმდენი ვიცი მის შესახებ, რამდენიც საქმე ხდება, რომელიც მას ევალება. დარიალოვი. ზოგჯერ მგონია რომ ეს მისი ნამდვილი გვარიც არაა. გამოგონილი. ვინიცობა საჭირო გახდეს ადვილად გამოიცვალოს ადგილს ამყოფი. საოცარია. ჩახსაშენ ქარხანაში ორი კაცი მუშაობთ ამ ოჯახიდან და არც ერთი არ უსმენთ რას ლაპარაკობს მისი დირექტორი ასე თავგამოდელი. შენის უნდა მოგესმინა რას ლაპარაკობენ ჩვენთან. სათქვენთან? სამყროში. რაო, რას ლაპარაკობენ? ეხლა ისიც კი მგონია რომ ისინი სხედა ისმენენ შენს გამოსვლას და ირონიულად იღიმებიან. მე რატომ მგონიას? თუნდაც იმიტომ რის გამოცხადა ასე ამ ბუნებასაც. მე რა ვინ გითხრა რომ მე კარგ ბუნებაზე ვარ? თვითონ არ თქვი დიდი საქმე მოვიგეთ არბიტრაჟში. მე ობლიგაციაში კი არ მომიგია ეს. მე ეს ქარხანას მოგებინე ეს საქმე. ამბობენ უკანონოდო. აი როცა ამისათვის პრემიას მიიღებენ, მაშინ მაგას აღარ იტყვიან. მასაც ამბობენ შუა აზიაში რომ გაიგზავნა ჩვენი ქარხნიდან კონვეიერული ხაზი. მეტად საერთოდ გაკეთდა და სავსებით კანონიერად მოვიდა რეკლამაცია. და უკვირთ არა როგორ მოახერხეთ ამ საქმის მოგება არბიტრაჟში. არა, აღარ უკვირთ, ვერა დარიალოს თურმე ადრეთ ჩაუწვი ასეთ საქმეები არბიტრაჟში. შენ საერთოდ იმ მერაბ დარიალოს მოეშვი. ის შენ მითითებებს ასრულებს ყოველგვარი მიტინგების და ტვინის წყლეთის გარეშე. სხვათა შორის რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია იცოდა. შენ საერთოდ არ გეჩვენება რომ ამ ჩვენ ოჯახში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გაისმის ასეთი სიტყვები სისხლის სამართლის დანაშაული, კოდექსი, მუხლი, სასჯელი. ნატო გადის შესუტაში. შეხლა ალბათ ენა გეკავება და ძალიან გინდა თქვა, მე ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსში სათანადო მუხლებით არის გათვალისწინებული და ისჯება თავისუფლების აკვეთით აქედან აქამდე. არ დამხარდა თქვენი კამათია. შენ იცი რა განსხვავებაა მუშასა და დირექტორს შორის? მუშა ამზადებს დეტალს და არხენად მიბრძანდება სახლში. ის არც მასალა ნედლეულზე ფიქრობს, რომელიც დაგეგმილია და რატომღაც არ ვხედულობთ, არც იმაზე რომ გამოუძახებენ ზემდგომ ორგანოებში კოლეგიაზე ან ბიუროზე და წყალს გააძრობენ გეგმის შეუსრულებლობისათვის. ამაზე და სხვა 1000 წვრილმანზე ფიქრობს დირექტორი, რისთვისაც 50 მანეთით მეც იღებს თავის მუშაზე. მე არა ვარ სახლში. არც მე. მე არავინ მიკითხავს, მაგრამ არც მე ვარ სახლში. ისმე
ასე მითხრეს, თუ გიკითხეს, არავარ. მე ვინა ვარ? მე სოფი ლორენი ვარ. გურამს გავმარჯოს. ლევან. მოხვედით? უღარ ვალოდინებთ მაჩაბლებს. კი, მაგრამ რა დრო ახლა? ნახევარი საათი დაგვიანებით ვისვლო, მე მგონი ნორმალურია. ასე ხმთარიელი? გაიგული მოგაგზავნილი. დაი გურა. არა მე ვერ წამო. კარგი, ახლა ეწყინებათ მაჩაბლებს. მე ვერ წამოვალ. რა საქმე გაგიჩნდა ასეთი, ადიქ ახლა ჩაიცი ჩა. ბონდოს დავპირდი დაგელოდები მეთქე, რაღაც დააგვიანდა ცოტა. ბონდო შეიძლება არ მოვიდეს, მიდი ჩაიცი ჩა. არ მოვიდეს? ხო. ბატონო არ უნდა მოვიდეს. ან შენ საიდან იცი რომ არ უნდა მოვიდეს? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია მე. მოიცა? ის ნიჩები წავდია. შენ მას რა ხარ? ხო, უთხარი, მაგრამ ამაზე მერე. წავედ. უცა! მაგებინი რა მოხდა ბუჩემო? კარგი, ახლა ნუ გავხდით ამ ამბავს სამიტინგოც. მე მინდა ვიცოდე რა უთხარი შენ მას. ის რაც უნდა მეთქვა. ყოველ შემთხვევაში იმან უკეთ გამიგო ვიდრე შენ. ლევან რა მოხდა? არაფერი არ მომხდარა, დედა. ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა იმ ჩვენი სტუმრისთვის, რომ მისი აქ ყოფნა რამდენადმე უხერხული იყო, რა ხან გურამავე. მე ხან გითხარი, ეს არ შეიძლება მეთქე. როდებდი უნდა გვეცხოვრა ერთად იმ ვიღაც. შენ იმაზე თუ იფიქრი, აქედან საწავიდო და ბონდო ლანჩავა. ქვეყანა დიდია გურამ. იქნებ ეს ოჯახი იყო მისთვის მთელი ქვეყანა. ინიცის ხვალ კიდე ვინ მოგვაკითხავს იქიდან. თავშესაფრად ვერ გადავართ. იგი აქ თავის შესაფარებლად არ მოსულა და არც არაფერი უთხოვია ჩვენთვის. ეს მე გავიფიქრე, მე ჩემი გულუბრყვილობით იქნებ კიდევ შემოაბრუნო მეთქი ბონდო ლანჩავა ცხოვრებისაკენ. მინდოდა ეფიქრა რომ ვიღაცას რულავს მასზე. ურა. იქნებ დაბრუნდეს. არა, ბებო, აღარ დაბრუნდება. არ დაბრუნდება და ნუ შევკვით ახლა ამაზე ტრაგედიას. ნატო, დადი შესოთახში. ლევან, შენ დღეს კაცი გასწირე. ყველაფერს საზღვარი აქვს, იცოდე? გასწირე და შენ შესანიშნავად იცი. შენ ისიც კი იცი რომ ახლა წასული ბონდო ლანჩავა შეიძლება ისეთი აღმოჩნდეს, საიდანაც მომდა. მე არ ვიცი ბონდო ლანჩავა სად წავა ან სად აღმოჩნდება, მაგრამ ასეთ რომ მოხდეს, ამით არაფერი დააყდება მის ბიოგრაფიას. 6 ჯერ იქნება ნასამართლები თუ 7 ჯერ. ბონდო ლანჩავას არაფერი დააყდება, ის ჩვენ დაგვაყდება, შენ, მე, ყოველ ჩვენგანს, თელს ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ადამიანი გავაგდეთ ოჯახიდან. გავყიდეთ. ეს ალბათ ციხის კანონები. არა, ადამიანური კანონები, რომელიც ალბათ არცეთ კოდექსში არ წერია. არც ეს დისერტაციაში, რომელსაც რა თქმა უნდა მერტკილაში წინვალე დაიცა. შენ გამოხვან ტრიბუნას და წარმოთქვამ ლამაზ სიტყვებს ჩვენი კანონების ჰუმანურობაზე, კაცთმოყვარეობაზე, მორალურ კოდექსზე, კაპიტალიზმის მგლურ კანონებზე. შენი ოპონენტები ტაშს დაგიკრენ და შენ გახდები ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი თელს რესპუბლიკაში. ურა! ურა! ზედმეტი მომივიდა. ნანო. ყოველ შემთხვევაში ეს თქვენი თანდასწრებით არ უნდა მოხდარიყო. დიახ. არა, ბატონო, შეგეშალეთ. გურა, იცით, რაღაც მინდოდა თქვენთვის მეკითხა. ამ ოჯახში ამაზე ლაპარაკს ერიდებიან. მე მინდა ვიცოდე. აი მაშინ, რა დააშავა? ლევანს არ მოუყოლია თქვენთვის ეს ამბავი.
ერთხელ მითხრა რომ თქვენი გუდანაშაულოთ იყავთ. მე მივხვდი რომ ამაზე ძალიან უჭირდა ლაპარაკი და აღარაფერი აღარ მითქვა. თუ შეიძლება თქვენ მითხრა. ჩვენი სახლის პირდაპირ ენდელაძეები ცხოვრობენ. ვალიკო ენდელაძე არ გაგიგონია? არა. მოკლედ ბავშვობიდან მესმოდა ვალიკო ენდელაძეზე ქვეყანა შეჭამა. ჯერ მეკვირდა ქვეყანა თუ შეჭამა, ასე გამხდარი რატომ აღეთ. შემდეგ უფრო ის მაოცებდა. მთელი ჩვენი უბანი რომ აგინებდა, ხურდი და თახსირია. ხოლო პირისპირ შეხვედრისას მოწიწებით ქუდს უხდიდნენ, ესალმებოდნენ და გზასაც უთმობდნენ. ჩემი ფანჯრიდან იმასაც ვხედავდი, ენდელაძეების ბინაში გამართულ წვეულებებზე ისინი რომ მოდიოდნენ, ვინც ბატონ ვალიკოს იმ თბილთანამდებობებზე ნიშნავდა და ისინიც ისაც მისი დაპატიმრება და დაჭერა ევალებოდათ. ვალიკო ენდელაძეს თურმე ძმაკაცებში თავიც კი მოქონდა. ისეთი უძველესი უნიკალური ხატი მაქვს, სოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებს. მოკლედ, ჩემს გაუცებას თანათან ბოღმას ვთვლიდა და გაჭირებულ კაცს რომ დავინახავდი ქუჩაში ვალიკო ენდელაძის გაკონდული მეკონა. ერთხელ სტიპენდია ავიღეთ, ბიჭებმაც ცოტა დავლიეთ და სახლში რომ ბრუნდებოდით და ენდელაძეების რეზიდენციას მივუახლოვდით, ერთ მეგობარს ვუთხარი. აქ ერთი კარგი კაცი ცხოვრობს, ძალიან გაეხარდება ჩვენი ნახვა და მოდი რომ მოვინახულოთ. უდრო-დროს ჩვენი სტუმრობით გაუცებულ ბატონ ვალიკოს ზრდილობიანად მოვახსენე სხვადასხვის ყველაფერი ის, რასაც ვფიქრობდი მის შესახებ და თან წინადადება მივეცი თავისი ხელი ჩაებარებინა ის უძველეს უნიკალური ხატი. მაგრამ ვალიკო ენდელაძე კაი ჩიტი იყო. წინ დაგიყვავა, მოგეფერა. ჩემი მშობლებიც ახსენა და რომ აღარ მოვეშვით, მილიციას გამოუძახებოდ დაგვემუქრეს და კანონზე და პატიოსნებაზე არ დაიწყო ყმედობა. ამაზობაში მისმა დეგენერატმა ვაჟმაც მოგვისწრო და ატყდა ჩხუბი. იქ როიალზე ერთი ძველებური სპილენძის შანდალი იყო, დავავლე იმას ხელი და ვალიკო ენდელაძეს თავში მგლიჯე პირდაპირ. ჩემმა მეგობარმა კიდევ სკამი დაამსხვრია მის ვაჟიშვილს. მოკლედ მილიციის მოსვლით დასრულდა ყველაფერი ეს. ჩვენ რა თქმა უნდა ყაჩაღების როლში აღმოჩნდით, ენდელაძეები კი დაზარალებული პატიოსანი ოჯახის როლში. დანარჩენი თქვენ იცით რემო? ის თქვენი მეგობარი? ის არაფერ შუაში იყო, მიავაგულიანე და ის დამტრეული სვამი. მე ვიკისრე ჩემ თავს. გურა, მითხარით. ლევანი ხომ გნახულობდათ იქ? რასაკვირველია. არა მე მესმის რომ თქვენ ცუდი შთაბეჭდილება შეგექმნათ ჩვენს ძმობაზე, მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენ მაშინ დიდი ხნით დავცილდით და ამის გამო ალბათ უფრო ხშირად აღარ გვესმის ერთმანეთის და მე მგონი ეს უფრო ჩემი ბრალია. არა. ნამდვილად ჩემი ბრალია. არა, იცით მე იმიტომ დავბრუნდი რომ მე თქვა დღეს თქვენ მართალი იყავით გორა. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი და ლევანის საქმეა. შენ აქ ხარ? მეგონა სახში წახვიდოთ. მეც ასე მეგონა, მაგრამ ვერ წავედი. მაშინ მოbrunებული ყავ გაჩაბლებთ. თავიც ვერცი ვერ მოbrunდი. რატო? იცი კიდე მქონდა იმედი რომ ის ლანჩავა დაბრუნდებოდა. არგი ახლა კიდე ეს ბონდო ლანჩავა. გურამა ვერცად ვერ მიაკდა. გადავყვეთ ახლა ამ ამბავს. ლევა. მე ძალიან მინდოდა რომ ბონდო ლანჩავა დაბრუნებულიყო. მე მესმის რომ გურამი ასე აღელო ამ ამბავმა, მაგრამ შენი არაფერი არ მესმის. მითხარი, რატომ არ დარჩი მაჩაბლებთან? თამადა გამოდგა ძალზე ჭირვეული. არა. მაშინ შენ არ მყავდი იქ და იმიტომ. არც იმიტომ.
იქნებ შენ მითხრა რატო? ლევან, მე ძალიან მინდა რომ შენი წამოსვლის მიზეზი სულ სხვა იყოს. მაინც რა? ის რომ ვერ მოისვენა. რაღაცამ შეგა. კარგი, ახლა არაფერს არ შეუწუხები ვარ. მე მინდა იგრძნო რომ დღეს სხვა თუ არაფერი სულად მოიქეცი. მოიცადე, თქვენ დღეს პირის შეკარით სულ ყველამ თუ რა შეას? გურამი მართალი იყო. კარგი ახლა. შენ თქვენ კარგი ახლა, კარგი. შენ ეს გაიფიქრე. საკუთარ თავს გამოუტყდი, მე უსიტყვოდ გაგიგებს ყველაფერს. ლევან. ხო, კარგი. კარგი შენ ასე გჭირდება? მოიცადეთ, ეს მე კი არა, შენ გჭირდება. ივალ ბატონო, გურამთან და ბოდიშს მოვხდი. ბოდიში თვითონ გურამმა მოიხადა. მასე დროს როცა ამხელა ამბავი გელის წინასე არ უნდა მოგწევდა, თანაც ჩემი თანდასწრე. ამ ოჯახში ამაზე არავინ არ ფიქრობს. ამის არის გადამაყოლონ ამ ვიღაც რეციდივის. შენ ვერაფერს ვერ მიხვდი. გამაგებინე ერთი რა მოხდა. გამაგებინე რა ხდება, ხვალ თუ ზეგ მოსკოვში მივეგზავნე. ლევან. მე ალბათ ვერ წამოვალ მოსკოვში. შენ ამას მეუბნები ახლა, როცა ბილეთები ჯიბეში მიდევს? ნაბატია, მაგრამ ასე აჯობ. ვისთვის აჯობ? შენთვის. ჩემთვისაც. გამაგებინე რა მოხდა, რა დღე გათენდა ასეთი. არა იცი ეს დღეს არ მომხდარა. მე რაღაცის მეშინია, მაგრამ არ ვიცი რისი. ცოტა ხნით მაინც მარტო უნდა დავრჩიონ და გავერკვე ყველაფერში. მოიცა შენ ამას ყველაფერს სერიოზულად ამბობ? რა უთხრა ამ ხანაგებს, მეგობრებს, ნათესავებს? ლევან, ნაბატია. იმედია შენ ეს ხელს არ შეგიშლის. რა თქმა უნდა. მე ხომ გული არ მაქვს. მე ყველაფერს ავიტან, მე ყველაფერს გავძლებ. ლავარა. ლევან, მე ისე მინდა აქედან წავიდე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდეს. ეხლა მაინც. კარგად იყო. გიზმეთ? არა ბატონო, ლევანი არ გახლავთ სახლში. Иди. Картоф хай гурам. Прям что зинавт. ალბათ. Эвицоди შენ შემოთვენ არ დაიძინე. მოდი მომდო, აბა ვივახშე. გურამი. მე არ მცალი არ მაქვს მაგდენი დრო. რა მოხდა მომდო? ჩვენი სოფლელი გაცი შემხდა სადღურში. ბებია ყოფილა მძიმეავად. ახლა ასე ვერ წავიდოდი მე ხელსარიელი და კისერზე ვერ ჩამოვეკიდებოდი, ავად მყო ბებიას. ერთი ორი კაპიკის შოვნა გადავწყვიტე. ერთი სიტყვით დავიწვი მე გურამი. მილიციაში შეხვდები ბიჭო თურმე კაცურ კაცს. იციან სადაც ამოვედი შენი ოჯახის ხათრით მაჩუქეს 5 წუთი. რა უნდა გითხრა ხანაში? არა გურამი, არაფერი არ უნდა მითხრა. მე იმედო მიყვარხარ შენ ჭკუას რომ არ მასწავლე თორე მთელი ცხოვრება ბიჭო ჩამჩიჩინებენ, სულ წესრიგისაგან მომიწოდებენ არ იკითხავი. ჩემზე ტაქსირები და უშქუე. არ უნდა გამეშვი გარეთ, მომდო არა ჩემბრანი. კაი გურა. ერთი დღით ადრე, ერთი დღით ვიარ რა მნიშვნელობა აქვს.
ის ერთხანს ყოფნა კი მინდოდა შენთან, მაგრამ უსიამოვნების გარდა რა მოგიტანე გურამი? შეიძლება მე ახლა არ მეთხოვა იმათვის აქამოსვლა, მაგრამ რაღაც მინდა გითხრა ისე ვერ წავალ აქედან. ბოლო გითხარი. ეს მერაბი რომ არის, დარიალოვი, ლევანის მეგობარი. იცი შენ ვინ არის მაგი? რა? ჩვენთან რომ იჯდა იქ პროფესორი კაცი ბარბაკაძე თუ გახსოვს? არჩილ ბარბაკაძე. ბატონი არჩილი. ხო. მაგან გაყიდა ის. თუ მეგარის ბიჭო. კი გურამს ვენასვალე, მე კარგად ვიცი მაგ საქმე. შენი ძმა ლევანი მამა თქვენი ძალიან ენდობიან მაგას და შენ მაინც იცოდე ჯორა დამპალის არის მაგდარიალოვი. აი ბონდო მანჩავა, შენ არ მოუკვდი საწყალბებია შენ. აი ახლა გურამი დაი. კარგი რა დაგემართა ბიჭო და საკარგავში ხომ არ მივდივარ შენ გაიგო. ვინაც მელოდება მე იქ საწოლით უფასოს მაჭამას და მეგობრებიც იცი შენ. დებო. კი. ვინ მოვიდა? ბონდო მოვიდა დებო. თუ შეიძლება არ უთხრა ვიცი ეწინება. ბონდო მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა გაბარო. რაღაც უცხიფა. დავიდე. ვიყავ. არა, ბონდო მიდის დებო. მიდის? სა? ბები არ ყოფილა მძიმე ავად ხორგაში. მე ახლა უნდა დაგიდე. კი ახლა უნდა წავიდე ქალბატონო. კარგად ძანდებოდი ჩემბატონო. მოვარე ბებიას. ზაკია? შაკარებია. ახლა მოვარ პატრონო. კარგად ძანდებოდი. გულიმ წლება იმაზე გასა ის სიგნი რომ ვერ დავამთავრე ბოლომდე. ოიცა ბონდო. ამბიც მოვარეთ. ასეთები ცოტა იბადებიან ქვეყანაზე. რამდენი ჩემისთანა მოიყვანა ჭკუაზე და იმედი დააბრუნა ამ ცხოვრებაში. მარტო მე ვერ მომიხერხა ვერაფერი. მოვარეთ ამბიც. ეს რობინზონ კრუზო? ეს კიდე გულივერის მოგზაურობა. არა, ვიღა. ლეგნარსავი. კარგად ძანდებოდეთ. თუ შეიძლება რომ ბებია დაგიძახოთ. თუ შენ ასე გინდა? მაპატიეთ ბები. ადამიანებმა ერთმანეთს სიმართლე არ უნდა დავმალოთო. ამ გამართელით გეთამაშეთ მე მასი. სულ დუშაში ჯდებაზე. თქვენ რაში გამოგადგებათ, მაგრამ სახსოვრად გქონდეთ ჩემისთანა ოხტრი კაცი. მადლობა ბონდო. კარგად დადებოდეთ ჩვენ ბატონო. მე ვიცი საწაიდა ებიჭა. არ გაუმხილე, ვიცოდი გული ეწინებოდა. განარჩენი იცოდე ყველაფერი მართალი გითხრა. მაგას მართლა ყავს უსინათლო ბებია სოფელში. ახლა შენ მოგიხდება ვიდეო გასვლა ხორგაში. კი ბები. არავინ ახალცახში რომ გამოხედოთ ამ ბებებს. დიახ. გომელაურების ბინა. გაიოზი არ გახლავთ გინუცა. მე მისი მეუღლე ვარ. არ გჯერათ? მის ნამდვილ მეუღლეს იცნო? უკაცრავად თქვენ თვითონ იმწადები. გასაგებია სისულელი ეს ყველაფერი, გესმით სისულელე. უკაცრავად აი გაიოზიც მოვიდა და თვითონ მას უთხარით. გაიოზი. ვინ არის? ამბობს თქვენი ოჯახის მეგობარი და კეთილის მსურველი ვარ. ალო? ალო? ორნი დაგიდა. რა მინდაო?
მარი ღალატობთო. სხვათთან ცხოვრობსო. სახელიც მითხრა აღარ მახსოვს. როგორ ითმენთ ამას? მაგდა. სისულელია ყველაფერი. ხო და სისულელია, ხომ გაიგონე მეც ასე. გურამს გავმარჯოს. სელებაზეო. რას ქვი? წეღალ მედაბებია თქვენზე და ბონდოლანჩავაზე ვსაუბრობ. ჩემზე და ბონდოლანჩავაზე? ეს ისლანჩავა? ჩემი მეგობარის რეციდივისტი, რომელიც ახლა ისევ ზის. ასე სწრაფად? ისე სწრაფად რომ ვერ მოასწრო, თქვენთვის მოკითხვა გადმოეცა არჩილ ბარბაკაძისა. არჩილ ბარბაკაძე. რაღაც ნაცნობი გვარი დასახელია. როგორ შეგახსენე? თქვენი ცნობთ მას? ძალიან კარგად. ეს ის ბარბაკაძეა, თამის აღებაზე რომ დააბადინდეს. დიახ. ეხლა აღარ მეგვირს რომ ბონდოლანჩავა და თქვენ ცნობთ მას. მე ის მიკვირს რომ ატომს ის მარტო არჩილ ბარბაკაძე ქრთამის აღებისთვის. ეს სასამართლოს უნდა გითხრას. მე თქვენ გეკითხები. მე? როდომე? ესეც შეგახსენოთ? საინტერესოა. ეს თქვენ ძალიან კარგად უნდა გახსოვთ. იმ წელიწადს არჩილ ბარბაკაძე მისაღებ გამოსტებში მონაწილეობდა. თქვენ ერთი აბიტურიენტის მშობლისაგან დიდძალი თანხა მიიღეთ და დაპირდით რომ არჩილ ბარბაკაძესთან საქმე შეაწყობთ. ისარგებლეთ იმ შემთხვევით რომ არჩილ ბარბაკაძეს იმ პერიოდში ბავშვი ყავდა მძიმე ავადმყოფი უჭირდა და თქვენს მიერ მიღებული დიდძალი თანხიდან მცირე ნაწილი არჩილ ბარბაკაძეს მიუტანეთ სახლში. მაგრამ იმ თქვენ პროტეჟის მაინც ვერაფერ მოუშველა ჩახლავდა მისაღებ გამოსტერზე. ფული უნდა დაგებრუნებინათ, მაგრამ ვერ გაიმეტეთ. არჩილ ბარბაკაძე ისე გაიმეტეთ, რომ თვალიც არ დაგიხამხამებიათ. მილიციას აცნობეთ არჩილ ბარბაკაძემ ქრთამი აიღო. წინასწარ დანიშნული ფულის ნომრებიც აცნობეთ მილიციას ტელეფონით. ბარბაკაძე პატიმრობაში აიყვანეს თქვენ მშრალზე გამოდით და ფულით შეგრჩათ. ახლა რასაც მე თქვენ მიყვები იურისპრუდენციაში ვერსია ქვია თანაც ცდარი ვერსია იურისპრუდენციაში მე არ ვიცი რა ქვია მაგრამ ცხოვრებაში რომ თახზირობა ქვია ეს კი ვიცი ყველაფერი ეს თქვენ სასამართლო საქმეში ამოიკითხეთ სამწუხაროდ არა თქვენ დარწმუნებული ყავით იმაში რომ ბარბაკაძე ვერ დაგასახელებდა პროცესზე არა იმიტომ კი არა რომ დაგინდოთ უბრალოდ მას უნდა დაელტკიცებინა სასამართლოზე რომ მას ფული მიუგდეს. ეს ყველაფერი მან გითხრა. დიახ, მან. თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული რომ ბარბაკაძემ ყველაფერი სიმართლე გითხრათ? თქვენ კარგად იცნობთ მას? მე თქვენ გიცნობთ კარგად არიელო. მე მამა თქვენი და ლევანი უფრო კარგად ვიცნობს. შეიძლება, მაგრამ არ უყვარხართ, იქნებ ზულხად კიდეც. მაგრამ რადგანაც თქვენ მათ სჭირდებით ცხოვრებას უადვილებთ. იძულებულნი არიან თვალდახუჭონ თქვენს მაქინაციებში. ქარხანაში და იმაზე თუ როგორ აწყობთ. ინსტიტუტში უვიცებს ლევანის გული უფრო დახმარება. თქვენ გზნობთ, რომ ყველაფერი ამას ვიტრა მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ეს ოჯახი ჩემთვის. ამ ოჯახში თქვენ მე ფეხს აღარ დააგდამთ არიან. და ამისთვის თქვენი სურვილი იგმარებს? იგმარებს. ისე უმჯობესი იქნება თუ საერთოდ წახვალთ ამ ქალაქიდან. რომ ვერ შეკვირდებით რა გუნებაზე დავდგებით ჩვენი ხელმეორედ შეხვედრისას. ერთი.
ლევანს გადაეცა, ისი ციგნია. ეგონა არ მოესწრებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ მოესწრო. ეს კიდევ ქალბატონ მაგდას მიერთვით ენციკლოპედიის პირველი ტომი. სასიგნალო ეგზემპლარია. ჯერ მთავარი რედაქტორისთვისაც არ მივრთმევია. დარწმუნებული ვარ ძალიან გაეხარდება. მე წავა. მაგრამ გომელაურები ისევ მომწევს. დახობს. შვიდობით არიან. სახში არიან, მაგრამ მაინც რა სიჩუმე და სიცხარია. მეგონა ჭერი ჩამოინგრა. არაფერი არ მოხდა. რა უსაწყოთ უნდა რაღაც მოხდეს, რაღაც დაინგრეს რომ თქვენ თავები გამოხდოთ და ერთმანეთს შეხვედრა მოგინდე. იქნებ ისიც მარა რომ ეხლა ვახშობის დრო. მართალი ბრძანდებით ქალბატონო, პატი ახლა კარგია. ჩაი. რატომ ჩაი? ეს ხომ? დღეს რა არის? არაფერი. დაგისხარ ჩაი. მე მაგარი ჩაი დაგის. მე ძალიან თხელი. მე მურადებს. დედა, დაგისხარ ჩაი. დამისხი, მაგრამ უშახო. დედა, რა დაგემართა დღეს არ ვიცი. დღეს ქალბატონი პატი შესანიშნავ ბუნებაზე გუჭირდება. მე დღეს ფილოსოფიურ ბუნებაზე. ძალიან მინდოდა ამ საამოს ყველას ერთად მოვეყარა თავი ამ მაგიდასთან. და გვერდშელა ცხოვრების ავტომობილს. მე ცოდვილმა ვიფიქრე თანხმობა ჩამოვარგო თქვენ შორის, მაგრამ მე მივხვდი რომ ყველაფერი სისულელი. რატომ ქალბატონო პატი? ბატონო, ჩვენ კიკა ჩაისკი ყველა სხვადასხვანაირი გინდა და ახლა ცხოვრებას ერთმანეთს. ხელი კურსი გავიარე, ფილოსოფიის და ამდენი სიბრძნე არ მომისმენია დედა. გამცინი ხო? არა, მე დიდი გულისყურით გისმენთ ქალბატონო პატი. ლევანი სად არის? ჯერ არ მოსულა ლევანი მაინც ვერ შევიკვირდე. ლევანის მოსვლამდე ლოტა ხომ არ გვეთამაშა? მოვიდა. არა, მოიცი. ოღონდ მე მოვიდა. ოღონდ არ ითაღლიდო დრო თავს გაგაცხადე. კლავს შეკრებილა ოჯახური საბჭო. ლოტო ნატო პატი კარტი. ტიპური იდეალური ოჯახი. ჩემთვისაც ხომ არ მოიძებნება ადგილი ამ გრგვალ ისტორიულ მაგიდასთან, ლევა, შენ როგორი ჩაიგინდა? მე არ მინდა მეგო. შენ ნასვარი ხარ? რა გიკვირ? არა უკვე აღარ გიკვირს. არა გიკვირთ, იმიტომ რომ მე წესიერი კაცი ვარ, ასე ვთქვათ, სამაგალითო. მე კი იცით სამყარია. აი კუთხეში რომ სასაუზმეა. ლოცები რომ იყრია თავს შევედი, მოვითხოვე ჭიქარაყი და გადავხე. მე ვიღაცა დავპატიჟე. მე იმან დავპატიჟე, მე დავპატიჟე, მე იმან და რა არა მგონია შენ გარგუნებაზე. მე კი ასე მგონია და საერთოდ თურმე როცა დალევ ყველაფერი იონად გეჩერე. აი ჩემ სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგინდი რომ თრალი მივიждდებოდი საჭეს, მაგრამ მივიჭე კიდარაფერი. მთელი ეს სიამოვნება დამიჯდა რაღაც ხუთი ცუბარი რომელიც ინსპექტორს ივაშავე. რა სანახავი იქნებოდი ბახში? მე ადრე უკეთესი სანახავი ვიყავი, როცა ლამარას თხოვდი და ვერ მუდარებოდი, არ მივეტოებინე. ლევა, შენ მართლა მწვანე. დიახ, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. გამოდი შენ თაში ამაზმერები. რატომ მე ახლა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახლა მე ნასწომი ვარ და ეს დამეხმარება ყველაფერი გულახდილა და პირდაპირ მოგახსენოთ. არ გინდა, ლევან, არ გინდა.
რატომ ქალბატონო ხარ? ძალიან გინდა თამბოვანი მაგის გარშემო საუბარი. დიახ, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი, განსაკუთრებით შენთვის. გურამი გაშუაშია. თქვენ ყველამ შესანიშნავად იცით, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მისი ჩამობრძანების შემდეგ. ეს მან დაარწმუნა ლამარა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით ბედნიერები. ეს მისთვის არასოდეს არ მithქონდა. შენ ამით კმა ყოფილიყარ. არა, პირიქით ძალიან წუხარლეო. შენი გებისიც გაწუხებთ, რომ შენი ჩამოსვლის შემდეგ ყველამ აღიკვეთა ფეხი ჩვენი ოჯახიდან. ერთადერთი მერაბ დარიალოვია, რომელიც ჯერ კიდევ დარიალოვია, აღარ დააგრავს ფეხს ამ ოჯახს. ამისათვის შენი სურვილი საყვარისია. ის საკუთარი სურვილით აღარ შემოადგენს ამ ოჯახს ფეხს. არა, გესმით თქვენ? სხვათა შორის დარიალოვი ჩემ თანამშრომელია და ჩემსაც გეკითხათ რამე. აჰა, მერაბ დარიალოვი ხვალვე დაწერს განცხადებაზე ითხოვს ამშაო და განთავისუფლება. არა, თქვენ თუ გესმით, ხალხო, ამ ოჯახში ყველაფერი მისი ნება სურვილით კეთდება. ჩვენ ტერორიზებულები ვართ. ჩვენ კი ოჯახის უფროს იმაში პოულობ გამოსავალს, რომ რაც შეიძლება იშვიათად შემოხვიდეს სახლში. ლევა, აიცი, მაგის მიზეზი იქნებს სულ სხვა. ნატო, გადის ეს ოთახში. იქნებ დაგვემთავრებინა ეს ფილოსოფიური ვარშავი, რომელიც ასეთ გულახდილობის ვითარებაში ჩატარდა. არა, მე ჯერ ყველაფერი არ მithქვა. იმასე მეტი თქვი ვიდრე საჭირო იყო. არა, მაგას ყველაფერი არ უთქვა და თქვას! ია, ჩვენ სხვა დაგველია. როგორც ხედავ, ეს უებარი საშუალება ყოფილა პირდაპირობისათვის და გულახდილობისათვის. ჩვენ კი დღეს ყველა ძალიან გჭირდება პირდაპირობა, გულახდილობა და პატიოსნებაც. შენ ისე ლაპარაკო პატიოსნებაზე, გეგონება ის 5 წელიწადი ციხეში ჩვენ გავატარეთ. შენ კი ბამზე მუშაობდი კომკავშირული საგზური. ლევა, ო, დედა, ალბათ ისე არ ვამბობ იმას, რაც უნდა მეთქვა, როგორც შევტანხმდით, რომ ვიტომ ის 5 წელი არ ყოფილა ამოვშალოთ მეხსიერებიდან. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერც ერთი. არ მინდა გისმინოთ არც ერთს, არც მეორეს. რატომ ეს შეიძლება ძალიან საინტერესოც იყოს. კონფლიქტი ძმებს შორის, უფრო მეტიც. სოციალური კონფლიქტი ოჯახში, რომლის მყუდრო ცხოვრება არია უმცროსი ვაჟიშვილის უღირსმა საქციელმა და მისმა გამოჩენამ ამ იდეალურ ატმოსფეროში. შენ ჩამოხვედი და აბოხმილი სხვებთან ანგარიშის გასასწორებლად. არა, ლევან, მე ჩამოვედი გადაწყვეტილებით მეცხოვრა ისე როგორც ეკადრება ჩვენს ოჯახს, მის სახელსა და ღირსებას. ყველაფერს ამას მე ვაკეთებდი, მაგრამ ვერაფერი მოუხერხი ამ ყურებსა თვალებს. მაინც რა დაინახი ასეთი აქ? თქვენი გამოთმებული ზრუნვა როგორმე შეინარჩუნოთ ოჯახის სახელი, ღირსება. ეს სასაცილოა, რადგანაც თქვენ ეს ყველაფერი მიანდეთ მერაბ დარიალოს, მერაბ დარიალოს, რომელთა შედარებითაც ბოლბოლანჩავა უცოდველი კრავია. ხანდახან ეჭვიც კი მეპარება. განსხვავდებით ჩვენ ამ ენდელაძეებისა და დარიალოებისაგან. აი, ეს ციგნი მერაბ დარიალოვმა მოგართა, როგორც ხედავ, მოესწრო მისი გამოცემა. ეს ტომიც მან მოიტანა. სასიგნალო ეგზემპლარია სტამპის სუნი აზდის, რომელიც ჯერ თავარ რედაქტორსაც არ მიუღია. ძალიან დაეხარდება ქალბატონ მაგდას. ასე ბრძანა. აი, ამაზეც კი ისრუნა მერაბ დარიალოვმა. არ ჩვენ გაწყენდა ამაზე ზრუნვა. ასეთ დროს, როდესაც ლევანის დისერტაციის რამდენი დისერტაცია არ იქნება? ო, ესეც ახალი ამბავია. ია, ლევან გამაგებინა რა სამბობ. შენ როცა დავკარგე ყველაფერი და რაც თავარია დავკარგებ სმენა, მე აღარა ვარ მეცნიერი. მოსკოვში გავაგზავნე თხოვნა, რომ გადატონ ჩემი დისერტაცია. ესეც ალბათ ჩემს დანაშაულობათა ბალანსზე ირიცხება რა. აქედან დასკვნა. არა, დასკვნაც მე გავაკეთე. აბა, თუმცა ამას ყოველი თქვენთაგანი ფიქრობთ, მაგრამ ხმამაღლა არც ერთი არ ამბობთ. გურამი უნდა წავიდეს სახლიდან და რაც შეიძლება მალე ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ლევან გოსმოდი. სწორედ ეს არის ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, დედა. სად წავიდეს უნდა გურა? არ ვიცი, ბებო. ქარხანა მისცემს ბინას. აუშენებ კოოპერაციულ სახლს. ამ ყველაზე უკეთესი იქნება, თუ არ დავბრუნდები, საიდანაც მოვედი სიაგაფორი აქეთ არა? სხვათა შორის ეს იდეა. მით უმეტეს, რომ ის შენი უცოდველი კრავი, უგარკვეულესი პიროვნება და უწესიერესი რეციდივისტი, ბონდოლანჩა, იგელოდება. არა, ლევან. მე ძალიან არ მინდა იქ დაბრუნება და საერთოდ მე არცა დაწავალ ამ სახლიდან. იმიტომ რომ მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხარ. მე უთქვენოთ არ შემიძლია. მაგრამ გაიგეთ რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. აი ხედავთ ქალბატონო ფათი რა ხდება ამ რგვალი ისტორიული მაგიდის გარშემო. რგვალი მაგიდის გარშემო ერის ბედი წყდებოდა.
შემდეგ საუკუნე გავიდა, შეიცვალა ხალხის საზოგადოება. მოისპო ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია, ბატონო. ექსპლუატატორთა სახით უნდა მოგახსენოთ ისე ბატონო. მაგ ერთად ის სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ისინი კამათობდნენ, ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ ყოველ მათგანს უყვარდა თავის სამშობლო. ესე იგი თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ გვიყვართ ჩვენი სამშობლო. და ეს სიყვარული ოჯახიდან უნდა წამოვიდეს. და ოჯახის წევრები არა ვიღაცის ან რაღაცის, არამედ უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელი. ჩვენ უკვე იმდენი ვინმეს წინაშე ვართ პასუხისმგებელი, რომ უკვე აქ არის გამარჯვება. ოჯახი არის ფუძე სახელმწიფოს. და ეს მე არ მიგვავს. ეს თქვენმა მთავარმა კომუნისტმა თქვა მარკს ენგელსმა. ოდა ჩემი თუ არ გჯერათ, იმისი მაინც დაიჭერეთ. ასე ჩვენ დილამდე დავამთავრებთ ამ კამათს. მაპატიე მე შენ საღამო დაგატარბინე. ეს ზედმეციც საიკითხა, მაგრამ არაფერია კიდე მოასწრე. ჩაიკეტე შენს ოთახში. მაგდა ხშირად ვეჭობ კიდეც, რომ შენი ჩემი ქალიშვილი ხარ. წადი ყველა. დილამდე ალბათ წენა გაგივლით. საღამოს კი ისევ ჩაიკეტები თქვენ ოთახებში. ვერაბძარიალო ისევ მოგრძანდება. სიძე ბატონი სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოჩნდება სახლში. ჩემი ქალიშვილი კი არა ვარ სახლში და საერთოდ ეს სახლი არ არის. ეს არ არის ოჯახი. ეს არის კედლებით გადატიხული ოთახები, სადაც ყოველი თქვენგანი ფიქრობს, რომ სახელმწიფო საქმეს აკეთებს. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ და ვეღარ იტანთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ხელს უშლით ცხოვრებაში. თუ ეს ცხოვრებაა და არა თავის გატანა. და ეს მე ფიამ დავინახე. ამ ბიჭმა დამანახა. გურამ მოდი ჩემთან. მოიცნე. იქნებ მაინც გვეცამა შენს ლოტ. უჩემოთი დაბა. ლაფეტიეს მადლობის მაგივრა. ისათვის რომ შემენარჩუნებინა ოჯახი. ობილიკო სიმში და თალხმობა. დღეღამეს მასწორებ. ცდილობ არ დავინახო რაღდება ჩემს ირგვლივ. გულში ჩავიკრა თავმოყარება, სირცხვინი, ეჭვიანობა. მაგდა! რა მაგდა? რა მაგდა? ნატო, მე გითხარი გასულიყავი შენ ოთახში. არ გესმის? არ მესმის. რა პასუხი ეს? არ მესმის, რატომ უნდა გავიდე ჩემს ოთახში? იმიტომ რომ შენ ჯერ პატარა ხარ და სულებით არ არის საჭირო რომ გესმოდეს ეს ყველაფერი. მე არა ვარ პატარა, არა. ყველაფერი მე
ვიდრე თქვენ გგონიათ. აი ეს რას ხედავ აქ? ისეს. ყველა ვიცი რატომაც ეჩხუბებით გურამს. რატომ წავიდა ლამარი? რატომ დადის სახში ასე იშვიათად მამა? რატომ მიყერი კარგნიშნებს სკოლაში? მე ისიც ვიცი, საწავიდა იმ ღამით ბონდო ლანჩავა და რატომ ქვია მას ხამურა? თქვენ კი ვერაფერს ხედავთ და არაფერი იცით. თქვენ მარტო ის იცით, როგორც კი სიმართლის თმაზე მიდგება საქმე, იმ წუთშივე ჩემს ოთახში გამისტუმრო. რაც ახლა გონამ მაგიქრა, სიმართლეა. ხო, სიმართლეა. მე ზოგჯერ გონია და მეშინია, რომ ძველებურად აღარ მიყვარ. ზოგჯერ ძულ ხარ კიდეც. შენ ძულ ხარ, შენ. იმიტომ რომ რასაც შენს გარშემო ძულს ხედავ, ეს იმდენად კი არ გადავდეს. რამდენადაც გიხარია, რომ შენ მართალი ხარ. სხვა ყველა კი მტყუარი და დამნაშავეა. თქვენ კი მართლაც ვერაფერს ხედავთ და არაფერი იცით. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ დღეს ბებიას დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსწავლდა. რატო წავიდე ბოს დაუძახე?